მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ვაგრძელებთ ჩვენ ფიზიკავის შესწავლას. ვიწყებთ მეორე თავს. ბეზრათ ჰაშემ. მეორე თავის პირველი მიშნა. რაბი ომერ ამას რაბი იზოჰი დერეხ ეშარაშ יעבור לו לאדם. რომელი გზა არის ზოგადად ცხოვრებაში, თქო უნდა აქ ეხება პირველ რიგში მიცვებსაც ასე ვთქვათ, სულიერ ცხოვრებასაც, ესე ვთქვათ, და არა მარტო ჩვეულებრივ ცხოვრებასაც. პირველ რიგში თქო უნდა მაგას აყენებს. რომელი გზა უნდა მოვირჩიოთ? რა შეიძლება იყოს? რადგანაც არის ბევრი ასე ვთქვათ მიცვები, რომელიც გამჩენს და ადამიანს შორის არის, იმაში უნდა გავძლიერდე უფრო, თუ იმ მიცვებში, რომელიც ადამიანს და ადამიანს შორის არის, რომელი გზა უფრო უნდა მოვირჩიო, რა უნდა გავაკეთო? ამბობს რაბი כל שהיא תפארת לעושיה ותפארת לו מן האדם. כל זה המועצת הדמיימה שואלתי גזה, ותקוות רום ყველაფერს გავაკეთებ და თელი ასე თქვათ გადართული ვიქნები მიმართულებით რომ ადამიანს და ადამიანს შორის გავაკეთო მიცვები, ასე ვთქვათ, გვაქვს სხვა მიცვებიც. არ შემიძლია მარტო ეს მიცვები შევასრულო. თუ ამოვირჩიო რომ მარტო იმ მიცვას გავაკეთებ რომ მე და გამჩენს შორის მიცვებია, არის კიდე ადამიანს და ადამიანს შორის მიცვებიც. ორივე უნდა გავაკეთოთ. რომელი გზა უნდა მოვირჩიოთ? რაბი გვასწავლის რომ ისეთი გზა უნდა მოირჩიოს, რომ პირველ რიგში რომ ორივე მიმართულებით უნდა ქონდეს ადამიანს წილი. არ შეიძლება რამე ერთია მოვირჩიოთ, ერთი მიმართულებით იყოთ, მაგალითად წინა მიშნებს ვახსენეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მინიშნებას გვაძლევს თორა, ძალიან ბევრ ადგილზე წერია, შეიძლება გვეგონოს რომ ჩვენ ვიმეორებთ წინამდეში ბევრ ადგილზე წერია, ეგ საკითხი რომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ბევრი ხესედი, სიკეთე უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მე თუ შევასრულებ მიცვებს მარტო ადამიანს მე და გამჩენს შორის, თქვათ, დღე და ღამე თორას ვისწავლი და არავის ყურადღებას არ მივაქცევ და ასე შემდეგ, რა გავაკეთო იმ მიცვების მიმართ, რომელიც ადამიანს და ადამიანს შორის არის. ბევრი მიცვებია, ხესედი გავაკეთოთ, სიკეთე გავაკეთოთ, დავეხმაროთ და ვაკვალიანოთ ადამიანის, შეიძლება ბევრ საკითხში შეიძლება ხესედი მარტო ის არ არის, ხო, რომ მე მატერიალური ასე ვთქვათ, ფული გავცე და ცედა გავაკეთე და ასე შემდეგ. რადგან რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება დიდარი ადამიანი იყოს და რაღაც საკითხში რაღაცა ინფორმაცია არ გქონდეს და იმ მაგ საკითხში იყოს გაჭირვებული და მაგ საკითხში დახმარებაც ხესედია. თქვათ ადამიანმა ქუჩა არის, რომელი ქუჩა სად არის და მოკვალიანოთ ეგეც ხესედია. არამედ რაბი გვასწავლის, რომ უნდა იყოს ადამიანი დაკავებული ორივე მიმართულებით. თორასაც სწავლობდეთ, უნდა გამჩენს ასე ვთქვათ, მიცვებს დაუთმოთ დრო, ლოცვებს დაუთმოთ დრო. როდესაც ეს არა მარტო ჩვენზეა, ხო, ეს ასე ვთქვათ, თელ ერზეა და ასე ვთქვათ, იმ მიცვებით დავკავდე, რომელიც ადამიანს და ადამიანს შორის არის, ადამიანს და მეუღლეს შორის არის მიცვები, შვილებთან მიმართებაში, სხვა ხალხთან მიმართებაში, რა, ასე ვთქვათ, დავიჭიროთ შუალედი. რომ იყოს ასე ვთქვათ გასაგები ყველაფერში ქონდეს ადამიანს ასე ვთქვათ მონაწილეობა. მეორე არის რა თქმა უნდა მოყვანილი ეს ფინანსური საკითხია მოყვანილი ამ ნიშნაზე კომენტარებს აკეთებენ რაბები რომ ვთქვათ ადამიანს აქვს რაღაცა შემოსავალი, რაღაც ასე ვთქვათ რა ვიცი $10,000 აქვს თვეში. სად უნდა დახარჯოს და მიცვებში უნდა დახარჯოს ადამიანმა. რა თქმა უნდა, ნათქვამი თორაში რომ ის რომ ადამიანმა მარტო დახარჯოს ლოცვას დაახარჯოს ფული და რაღაცა გააკეთოს და იდეალური თეფილმი შეიძინოს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ თუ გვასწავლეს რომ არა, ხესედიც უნდა გააკეთო, ჩვენ შეგვიძლია შაბათის გასავალია, დღესასწაულების გასავალია, თორის სწავლის გასავალია და ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს კიდე სხვა მიცვები, რომელიც ადამიანს და ადამიანს შორის არის. თუ გაჭირვებული არსებობს, ან ხათანქარას მიცვა, ბევრი მიცვებია, რომელიც ასე ვთქვათ, იმასაც უნდა მიაქცეს ადამიანმა ყურადღება და მაგას გვასწავლეს თორა, რომ უნდა გაანაწილოს ყველაფერზე, ასე ვთქვათ, ყველაფერში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ზომიერად გაყოს, რომ პირველ რიგში ისეც არ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, ხესედი და ცედაკა, რომ ადამიანი მერე თვითონ ასე ვთქვათ, გაჭირვებული ასე ვთქვათ, სტატუსში გადავიდეს და თვითონ მას არ ქონდეს და მის ოჯახს საჭმელი საკვები. არამედ ის უნდა გააკეთოს და მე რა თქმა უნდა ოჯახსაც უნდა დაუტოვოს და არც ერთი მიცვა არ უნდა დაიწყოს, თორაშიც უნდა ჩადოს ფული, რა თქმა უნდა, თორის ასე ვთქვათ, სწავლა შეინახოს,
მოსწავლეები შეინახოს, აბრეხები არის, დახმარება, ცედაკა, ასევე ასე ვთქვათ, გაჭირებულებიც არიან და მაგას გვასწავლის თორე რომ ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა ადამიანმა ცოტა და რა თქმა უნდა იმ დონეზე არ დავიდეს რომ თვითონ დასახმარებელი გახდეს, რომ სხვამ დაეხმაროს. აგზელებს რავი და ამბობს რომ ვეჰევეზ და ჰირ ბემიცვა კალა კევახამურა რომ ჩვენ ცხოვრებაში არ უნდა მსჯელობდეთ ადამიანები რა მიცვა უფრო დაფასებულია და რა მიცვაზე უფრო მეტი გასამჯელობა აქვს. არამედ ყველა მიცვას უნდა ასრულებდეს ადამიანები, როგორც მაგალითად მოვიყვანოთ ახლა რომ ხელები დავიბანო თუ არა ჭამის წინ, თქვათ, როცა პურინა მივირთვა, თუ თეფილი მიდავიდო. რომელი მიცვა უფრო დიდია? შეიძლება თქვათ რომ რა თქმა უნდა თეფილი უნდა დავიდოთ, ხო? ეს თორიდან არის თეფილი ხელების დაბანა რაბების მედადგენილია, მაგრამ თორე გვასწავლეს რომ არ უნდა მიუდგეს ადამიანი ისეთ ასე ვთქვათ განწყობით რომ ეს რაბების მედადგენილია და შეგვიძლია გვერდზე გავწევთ ან შევასრულო ან არ შევასრულო ან შევასრულო და ნაკლებად ხარისხიანად შევასრულო და რაც მიცვა თორიდან არის იმას უკეთესად შევასრულებ არა. რა თქმა უნდა თორე გვასწავლეს რა უნდა გქონდეს ადამიანს მიცვების ხერება ასე ვთქვათ ხედვა უნდა გქონდეს რომ ყველა მიცვა ერთნაირია. როგორც შაბათი, როგორც თეფილი, ასევე ხელის დაბანა უნდა იყოს ყველაფერი ერთნაირი. რადგანაც ჩვენ არ ვიცით ჩვენისთვის რა ძვირფასია, მიცვა ყველაფერი ძვირფასია. როგორც ასე ვთქვათ, ორი ბრილიანტი ავიღოთ და ერთნაირი რო იყოს და განსხვავებას ვერ ხედავდეთ, ერთი და იგივე წონაა. ეგრე უნდა იყოს ყველა მიცვა, რომ ჩვენთვის ყველა ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა არის საკითხი, რომელიც ნახდათ შეიძლება არჩევის წინაშე დავდგეთ და უნდა აირჩიოს ადამიანმა. მაგალითად არის ის საკითხი, რომ რაღაცის დრო გადადის და ასე ვთქვათ, ავირჩიო ან მიცვა თორიდან უნდა შევასრულო, ან რაბების მიერ დადგენილი მიცვა უნდა შევასრულო. რა თქმა უნდა ჩვენ ვიჩერთ რაც თორიდან არის დადგენილი, რადგანაც ასე ვთქვათ, ეს უპირატესობა კი მოგცა თუ არა, რომ გამოვარ სიტუაციაში ეგეთი არჩევანი შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ხედვა გქონდეს და მან ნაკლები გასამჯელო აქვს და მაგას არ შევასრულებ და მარტო დიდი ასე ვთქვათ, გასამჯელოებზე ვიფიქრებ, მარტო შაბათს დავეცოთ და სხვა მიცვებს არა. რა თქმა უნდა, თორე გვასწავლეს, რომ ჩვენ ყველაფერს უნდა ვუყურებდეთ ერთი იგივე დონეზე. აგზელს მიშნა და ბრძანეს რაბი შეინ ატა יודע מתן שכרם של המצוות. რომ ჩვენ არ ვიცით გასამჯელო რა არის. როგორც ასე თქვათ, პატარა მაგალითია მოყვანილი, მიდრაში არის მოყვანილი, რომ ერთი ასე ვთქვათ, მეფე იყო და დაუძახა იმ ხალხს, ვინც ასე ვთქვათ, ბაღში მუშაობა იცოდნენ. რომ ქონდა ასე ვთქვათ, მის ასე ვთქვათ, რეზიდენციაში, სასახლეში ასე ვთქვათ, გასალამაზებელი ქონდა ბაღი და დაუძახა ვისაც რა იდეა გაქვთ, რა ხედა, დაგოთ ყვავილია, მცენარეა, რაღაცა გამილამაზეთ და გასამჯელოს მოგცემთ. და ასე ვთქვათ, ყველამ ასე ვთქვათ, თავის სახში, თავის ეზოებში რაც ქონდათ, ლამაზი, მოართოს მეფეს, დაურგეს ასე ვთქვათ, თავის ასე ვთქვათ, სასახლეში გაულამაზეს ბაღი და ზოგმა პატარა მცენარეები, ზოგმა დიდი რაღაცა ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მოიტანა. ყველამ თავის ასე ვთქვათ, შესაძლებლობის მიხედვით და ცოდნის მიხედვით გაულამაზა მეფეს ასე ვთქვათ, სასახლე და გამოვიდა მეფე და ყველას ერთი და იგივე გასამჯელო გადაუხადა. და ასე ვთქვათ, უყურებენ ეს ხალხი ზოგმა უფრო ლამაზი, უფრო დიდი და უფრო რაღაცა განსაკუთრებული სხვადასხვა ფერებში იყო და რაღაცა მოიტანა და ასე ვთქვათ, გაულამაზა ბაღი და მეფე რა არის ეს ასე ვთქვათ, ცოტა რაღაცა უნდა იყოსო, ხო? ვინც უფრო მეტი შრომა ჩადო და ლამაზი მოიტანა, იმან უფრო მეტი უნდა მიიღოსო. იმან პატარა რაღაცა ქოთანი მოიტანაო და იმან ერთი და იგივე მიიღო, რაც ჩვენ მივიღეთ, ხო? არამედ მეფე მოთხარ რა, რომ თქვენ კი გონიათო, რომ ეს თქვენ მეტი შრომა ჩადეთო, მეტი ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებული რაღაც შემომთავაზეთო, მაგრამ ჩემთვისო ყველა განსაკუთრებული არისო. ჩემთვის ერთი და იგივე არისო. როგორც პატარა ასე ვთქვათ, ის ასე ვთქვათ, პატარა ყვავილები ავიღოთ მეორე მხრივ, კაი ვარდები და რაღაცა, ზოგმა შეიძლება აირჩიოს, მაგრამ მეფესთვის იყო ერთი და იგივე. როგორც არის მთავარიო, ასე ჩემთვის ვარდის არის მთავარი და ყველა მცენარეო. ჩემთვის ერთი და იგივე არისო, ყველას ლამაზი არისო, ამიტომ ყველას ერთი და იგივეს ვაძლევო. ეგრე არის გამჩენის წინაშე. თორე გვასწავლეს, რომ გამჩენის წინაშე არ არის მიცვა უკეთესი და მიცვა ნაკლებად ასე ვთქვათ, ხარისხოვანი ან რაღაცა. ყველაფერზე გასამჯელო არის, რა თქმა უნდა, გამჩენს აქ დაწესებულია გასამჯელოს მოგცემს, მაგრამ ჩვენთვის უნდა იყოს ყველაფერი თანაბარი, რომ ასე ვთქვათ,
ყველა მიცვაზე ერთი და იგივე გასამჯეროა და ყველა მიცვას ერთნაირად უნდა გავუფრთხილდეთ. და აგრძელებს რაბი და ამბობს რა, რომ თუ ადამიანი იფიქრებს, რომ დიდ მიცვებზე მეტი გასამჯერო მექნება, მაგიტომ პატარა მიცვებს არ შევასრულებ, ამიტომ წერს რა, ვეჰევე მეხაშევ ჰეფსედ მიცვა, ქენეგეთ სახარა, რომ ჩვენ არ ვიცით, არ შესრულების იმით, რამდენს ვკარგავთ. რა არის იმის ფასი, თქვათ ეს ფილმი დავიდე რა ფასი აქვს და რა ფასი აქვს, ასე ვთქვათ ელემენტარულ ხელის დაბანაზე, ან ნებისმიერ პატარა მიცვაზე ერთი ბერახავ თქვა. ხო შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ეს ნაკლებად, ასე ვთქვათ, ნაკლები მიცვა, ნაკლებად ასე ვთქვათ, დონე დაბალია. ჩვენ არ ვიცით რა უფრო მაღალი რა უფრო დაბალია გამჩენს წინაშე, ამიტომ ყველაფერი ბეზათაში უნდა შევასრულოთ ერთნაირად. აგრძელებს მეშნა და ბრძარეს რაბი მეორე კატეგორიაში გადადის, როდესაც ადამიანი სამწუხაროდ ასე ვთქვათ ცდება და ასე ვთქვათ შეცდომას დაუშვეს ცხოვრებაში და ჩაიდენს გარკვეულ ცოდვას. ან პირიქით მეორე მხარეს რო განვიხილოთ, ერთად მოყავს უბრალოდ, რომელსაც ადამიანი რამე მიცვას არ ასრულებს. შეეძლო შეესრულებინა და არ შეასრულა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა არის ორი გაგება თორაში, მიცვათ ასე, გავაკეთოთ რაღაცა, მოქმედება გვჭირდება მაგისთვის, არის მიცვა ლოტა ასე, არ გააკეთო. როგორც მაგალითად არის რომ თეფილიმის დადება არის თეფილინის დადება არის მიცვა ასე, უნდა ავდგეთ და დავიდოთ თეფილინი და მამაკაცების მიცვა ანებისმიერ იგივე მანდილოსნებისთვის შაბათის სანთლების ანთება ანებისმიერ მაგალითი მოვიყვანოთ, ეს არის მიცვა რომ უნდა ავდგეთ და გავაკეთოთ, თუ არ გავაკეთეთ მიცვაში არ ჩაგვეთვლება, რა თქმა უნდა, და არის მიცვა მაგალითად რომ ასე ვთქვათ ფესახში მაგალითად არ ვჭამოთ ხამეცი, რომ ასე ვთქვათ ესეც ასე ვთქვათ დარღვევა არ გააკეთო, ხო? პირიქით უნდა გაჩერდეს ადამიანი და არ გააკეთოს, არ უნდა ჩაიდნოს ეგეთი მოქმედება, ხო? თუ გააკეთებს დარღვევას ჩაითვლება, ამიტომ არის რა, რომ მიცვა რომ არ გავაკეთოთ, გონიათ ხალხს რომ მაგაზე არ ისჯება ადამიანი. სინამდვილეში კი შეიძლება თქვათ რომ არ ისჯება ადამიანი, მაგრამ არა გასამჯეროს მიღებას, ასე ვთქვათ, ნაკლები გასამჯეროა და ეგეც ასე ვთქვათ ადამიანისთვის სასჯელია, სინამდვილეში მოვიყვანეთ ეს მაგალითი. ამიტომ ადამიანმა ყველაფერი და ნაკარგში უნდა ასე ვთქვათ მიიღოს, რომ მე თუ რამე მიცვაც არ შევასრულე, უნდა გამეკეთებიდან და არ შევასრულე. ეგეც დანაკარგია და ეგეც ასე ვთქვათ სასჯელი ადამიანისთვის, ხო? შესაბამისად, არა მარტო ის არის სასჯელი, რომ ჩვენ რაღაცას ჩავიდენთ და მაგაზე დავისჯებით გამჩენისგან. და მოყავს რა, რომ ყოველთვის ადამიანმა იფიქროს, რომ ასე ვთქვათ, უსხარა ვერა კენეგეთ ჰეფსედა, რომ ასე ვთქვათ, უყუროს ყოველთვის ადამიანმა როდესაც რამეს აკეთებს. თუ არ ვაკეთებთ რამე მიცვას, უყუროთ რომ ნახე, პატარა მოქმედება არ გავაკეთე. სინამდვილეში შემეძლო ამ პატარა მოქმედებით უდიდეს რამესთვის მიმეღწია. როგორც ადამიანმა თქვათ, პატარა მოქმედებით რაღაცა 1 წუთში შეოს რაღაცა $1000, ხო? შეიძლება ადამიანმა $100 იმუშაოს თელი დღე, მაგრამ პატარა ასე ვთქვათ, ერთი რაღაც მოქმედებით ბევრი შეოს ეგრევე. უნდა შეაფასოს ყოველი მიცვა უდიდეს ფასად, რომ აი რო არ გავაკეთე, ძალიან ბევრი დავკარგე ერთად. და ისიც უნდა ასე ვთქვათ, ის რომას ადამიანმა რომ იფიქროს, რომ როდესაც ადამიანი ჩავდის ამეს ცოდვას, არ უყუროს თუ რა სიამოვნებას ღებულობს. თქვათ ადამიანი წავიდა და გამჩნდა გუფაროს მიირთვა არაქაშერი პროდუქტი. კი, რა თქმა უნდა, რაღაცა სიამოვნება მიიღო. მატერიალური სიამოვნება მიიღო, დანაყრდა რაღაც რამოდენიმე საათით, ან სხვადასხვა ასე ვთქვათ, აგრძელებს რომ განვიხილოთ რომ პატარა რაღაცა მონაკვეთი ასე ვთქვათ, სიამოვნება მიიღო, შეიძლება წუთიერი იყოს, ზოგადად რაღაცა 1 საათი დანაყრდეს ადამიანი, ან ნებისმიერ მაგალითი ავიღოთ, რომ რაც შეიძლება რაღაცა პერიოდი სიამოვნება მიიღო ცოდვისგან. რაღაცა სიამოვნება მიიღოს, თორე გვასწავლეს რა, არ უყუროს სიამოვნებას ადამიანმა, არამედ რა დაკარგა მაგის გამო. როდესაც ადამიანი ყოველთვის იფიქრებს, რომ მე თუ ამას ჩავიდა, რას ვკარგავ, ის არასოდეს აღარ შესწოდებს. თუ ადამიანი იფიქრებს სიამოვნებადეს ამაში, ყოველთვის გაეკიდება მაგას. რადგანაც ასე ვთქვათ, სიამოვნება ყოველთვის ქაჩავს ადამიანს და ითრევს ცოდვისკენ. მაგრამ როცა ადამიანი იფიქრებს, რომ ამ ერთი რაღაც ვთქვათ, არაქაშერი მივირთვი, კი სიამოვნება მიიღე, მაგრამ რა დავკარგე მე? ამ ხელ რაღაც დავკარგე. პირველ რიგში გამჩენის დაგრძელვა ჩავიდინე, ასე ვთქვათ, გამჩენს მაგით დავშორდი, ასე ვთქვათ, სასჯელიც კი მეკუთვნის მაგის გამო და 1000 რაღაც კიდევ ასე ვთქვათ, არ ჩაურღმოდეთ ძალიან და ასე ვთქვათ, ადამიანმა ასე ვთქვათ, არ მიიღოს ასე ვთქვათ, სტრესივით.
ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ნეგატიური რამე წერია, თუნდაც არაქაშერ საკვებზე, როგორც ზოარს მოყავს და რა ზიანებს ღებულობს და ასე შემდეგ. მე ასე ვთქვათ, ზოარს არ ვსწავლობ, მაგრამ ზოგადად მსმენია რაბების გამოცემა მაგალითები მოყავთ. ვარ ჩავაღმოდეთ, ასე ვთქვათ, ადამიანს უფრო მეტი ზარალი აქვს, ბევრად უფრო მეტი ზარალი აქვს, ვიდრე ის სიამოვნება, რაც გასტანს მისი ასე ვთქვათ, ჩადენის შემთხვევაში. ამიტომ როცა ადამიანი ესეთი ხედვა ექნება ყოველთვის, ის ყოველთვის ასე ვთქვათ, დისტანციას დაიჭერს და არ მიუახლოვდება საერთოდ მაგ ცოდვას. დააგრძელებს რაბი და ამბობს, ვისტაკელ ბიშლოშა დვარიმ, ვიათა ბალიდე ავერა სამ რამეს მიაქცია ყურადღება და არასოდეს არ მიხვალ შენ ცოდვამდე. რაც მიაქციეთ ყურადღებას, მა ლემალა იცოდე რომ და ამალემალა იცოდე ვინ არის მაღლა გამჩენი და აინ როა და ყოველთვის იცოდე რომ გამჩენი აქაც ვთქვათ ყველა ადამიანის წინაშე აქაც ვთქვათ ერთი თვალი რომ ყველაფერს ხედავს შენ მოქმედებას და ეს იმას ნიშნავს კიდე რომ ადამიანი ვერ დაემალება გამჩენს შეიძლება ჩვენ რაღაცას დავიმალოთ ჩავიკეტოთ ოთახში და რაღაცა ადამიანს ვთქვათ რაღაცა არასწორი მოქმედება ჩაიდინოს ვთქვათ რაღაცა რაც შეგუცხობოდა ხალხის წინაშე გავუკეთებინა რომ სხვა რამე ცუდად არის ფიქრობ ჩვენზე და ასე შემდეგ გამჩენი ძახის რა მე კაცობრება ვერ დამემალება მე ვიცი ყველა რა ჩაიდინა და ასე შემდეგ გამჩენი ამაღლა დაბლა ასე ვთქვათ თვალი გვაქვს რომელიც ასე ვთქვათ იმახსოვრებს ყველაფერს ანუ ვიყურებს გამჩენი და ოზენ შუმაათ და ყველა ანუ პირველი არის თვალი მეორე არის ასე ვთქვათ ყური რომელიც ისმეს ჩვენ ნებისმიერ ნალაპარაკებს კარგია თუ ცუდია ლაშონარაა თუ ასე ვთქვათ გამჩენდა გუფას ლაშონარა და ყველაფერი ცუდი როცა კარამეს კარგ საკითხებზე საუბრობთ ლოცულობთ და თორასწორობთ და სიმ ყველაფერს გამჩენი მახსოვს რა თქმა უნდა და მესამე ვხოლ მასეხა ბასეფერ ნიხტავინ ყველა ჩვენი მოქმედება რაც სარგინე ასე ვთქვათ ჩაიდინას ადამიანმა ყველაფერი წიგნში იწერება რა წიგნზეა საუბარი რა თქმა უნდა არ არის უბრალოდ წიგნი რაღაცა რომ მატერიალური წიგნი არსებობს და ასე ვთქვათ რაღაცა ასე ვთქვათ უბრალოდ წიგნი არამედ რა თქმა უნდა ეს გამჩენთან იგულისხმება რომ გამჩენის წინაშე ყველა ადამიანს აქვს თავისი ანგარიში სადაც ერთი მოქმედება რა თქმა უნდა რომ არ წაიშლება და არ დაივიწყება თუ რა თქმა უნდა ბეზათ შემ არ გავაკეთებთ ასე ვთქვათ თეშუბას გამჩენის წყალები და ყველა მოქმედებას შლით მაგ წიგნიდან და ეგ არის ზუსტად რა როცა ადამიანი ყოველთვის დაუფიქრდება და ყოველთვის იზრუნებს იმაზე რომ იყოს გამჩენის გზაზე გამჩენი დაგვეხმაროს ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს ცხოვრებაში ყოველთვის გვახსოვდეს რომ გამჩენი ჩვენთან არის ყველაფერში გვეხმარება ყველა მიცვაზე რა თქმა უნდა შემდეგ მიშენებით არის მოყვანილი რომ არც ერთი მიცვა არ არსებობს შეუსრულებადი და რამე სიზნელები არ არის რა თქმა უნდა ცოტა დასაწყისში შეიძლება რაღაც ადამიანს უჭირდეს მაგრამ ყველა კუთხეში და ყველა ნაბიჯზე გამჩენი ჩვენთან არის გამჩენი გვეხმარება და გამჩენში გვეცოდებინოს ყველა მიცვების შესრულება პირნათრად დროებით